შენი არ გაიძრე. გაფრინდა რა? კი. ისე რანაირად იცინის ეს გოგო რა ხმას უშვებს? უშ შეთქოს დაბადების დღეზე რო ვიყავი. გოგო რო იყო პატარა. წითური. წიროკბილები არ ქონდა. ძალიან გამხდარი. ხო. ხო. დეიდა სადო გეძახდა, მამიდათ არ ეკუთვნი? არა, დეიდა. თუ მამიდა. მაგ ბავშვის ბიცოლა ვარ. აი ამ საჩუქარს რა მოუხერ ხო ვერ გამიგერა. კიდე უკან გამოგვატანეს? კი. დედამისი მეჩხუბა სპორტსმენბიც რა საჩუქარი მოუტანეთ არ გსხვენიათო? რატო რა სპორტსმენისთვის ვითომ რა პრობლემაა? ბიჭია ლაშა, ბიჭი. აუ, ხო, ეკი არ მიფიქრია. არა და შოტიკო თვითონ სახელი მეუბნა. ისე ამაში ფული რამ გადაგაყრევინა? გაფული რა, ეხლა სეზონი არ იყო და ფასდაკლება მithვიყით. მაინც არ უნდა გეყიდა. წავალ ამას შევინახავ ბავშვმა არ ნახოს და შენ ნიკუშას დაუძახე მიდი რა. ნიკა! ნიკა! ნიკა, ნახე რა მაგარი მობილური ვიყიდე? თამაშები აქვს? ერთი აქვს ძალიან მაგარი. რა თამაშია? რა თამაშია და? მოდი ახლა დავწეროთ ქართულში თემა. მოდი. შენ დღეს არ მუშაობ? არა. მაშინ მუცელი ვიყიო. მიდი, რვეული მოიტანი და გადაგივლის, მიდი. გავაღებ. რვეული. კარგი, მე გავაღებ. გამარჯობა. გამარჯობა. თუ შეიძლება თქვენი აბაზანით ვისარგებლოთ. კი, რა თქმა უნდა. მუსიკა ხომ არ შეგაწუხეთ? არა ეს. ბატარეებზეა, დენს არ დაგიხარდა. ნიკა, აბა მოდი რაო, რა თემა გაქვს დასაწერი? ისე ვის, როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები. და რა უნდა დავწერო? რა უნდა დაწერო და დაწერე სოფელში რო იყავი ბებიასთან, ბოსტანში რომ დაყვებოდი, ტყეში რომ დადიოდი ფიჩხის მოსატანად და კიდევ სათევზაოდ რო დადიოდი მდიდარაზე. რა უნდა დაწერო? კარგი რა, იცის მასწავლებელმა რომ სოფელი არ მოვა. მე გავაღებ. დაჯექი შენ დაწერე. მიდი, მე გავაღებ. მოდი თეკო. გამაგიჟებს ეს მამა ჩემი მე ერთხელაც სულ წამოვალ სახლიდან და ვერ ენახოს მაგა. ნიკა გამარჯობა როგორ ხარ? მან ქაით მოხვედი? კი. მამა ჩემს გონია რომ მარტო ცხოვრებას ვერ შევძლებ ლაშა გამარჯობა. დედა როგორ შემამჩნი? ყველას იწუნებს ეს რა გვარია, ის რა გვარია, დავიღალე რა. გიორგი ბაგრატიონი. შენთვის ერთი კარგი ბიჭი გამახსენდა. გიორგი ბაგრატიონი. ვინ არის? ნიკა, შენი ისტორიის წიგნი სად არის? კარგი ლაშა. ჩემი მანქანა? კი, გეძახში ჩამოდი რამდენს ლაპარაკობ. უი, გაიგვიძე ბაბუ. როგორ გეძინა? კარგად. მაცივარი გამოვთე რო არ ეხმაურა, არ გაგვიძებოდა. ნიკა ბაბუ, ხოთხოვე რომ ადრე გამოღვიძეთ ხო, რომ უნდა გავიდე და ჩემი ნივთები გამოვიტანო და მე მაგისათვის ვიზრუნე ბაბუ. დავრეკე თქვენებთან, ყველაფერი ჩაალაგეს, ტაქსს გამოვძახებენ და მოიტანებენ. და სანამ ტაქსი მოვა რა ჩავიცვა? ჩემი ბიჯაკი. კარგი რა ბაბუ, რა შენი პინჯაკი როგორ ჩავიცვა, რას მეუბნები აბა? დედლებს მოუხსნი ბაბუ. ეხლა რა გაგეღვიძებინე, უნდა გავიდე და გამოვიტან. აიციან ეხლა იმათ რა უნდა წამომიღონა რა. უთხარის? აი ეს პინჯაკი კანადიდან რო ჟაკეტი რო ჩამოგიტანე კანადიდან, უთხარი რო წამოიღო? კი, ჟაკეტი მეთქი, ერთი წელია ველოდები მეთქი. კარგი ხო, კარგი. ეს რა ყუთია, ბაბუ? ეს ბაბუ შენი სათამაშოებია.
შენ რომ მოდიოდი და მოქონდა რა მე ვაგროვებდი და ვინახავ რა მაგარია ობა ნახე რა მაგარია ვაკავს ტანკა ბაბუ ნახე რა მაგარია გამოალაგე და გაერთობი ეს თოვლის ბაბუს წამოგიღია რა მაგარია ნახე უბაგაზი ბაბუ ნახე შეხედე აუ ყველაფერი აქ არის რა ნახე კუბიკრუბიკი ბაბუ ჩემი კუბიკრუბიკი მოგასწრებს აიმე რა მაგარია ნახე რა მაგარია ისადა მაგარია კარგად ბრძანდებით? ვა, დროის მანქანა ხო არ გამოიგონეთ? თბილისი ჰუმორი კარგია ხო? გავიცინეთ გვეყო. გისმენ აბა? დრის გამომოვედი. ხო, აბა რა ვიცი. ჩემმა ასისტენტმა ექსპერიმენტის დროს მცირედი უზუსტობა დაუშვა და აივანზე არ გახვიდეთ. რატო? თუ ერითმენ და მანდამაინს გასვლა გინდათ, მოაჯერს ხელი არ მოკიდოთ, დენი გადადის. გაიგე ბაბუ, აივანზე თუ გახვალ, ხელი არ მოკიდო, მოაჯერს დენი გადადის, გაიგე? დენი, ხო. და როდის გააკეთებთ? გავრბი ვარ ახლა. მოგიახლა ბაბუ თაფლიანი პური ვჭამოთ არ მინდა ბაბუ თაფლიანი პური როგორ არ გინდა ნაჭამი რო იქნები ვირუსი არ შეგვხვდება აბა არ მინდა ბაბუ თაფლიანი პური თოჯინა ხომ უნდა ჭამოს ტატა თაფლიანი პური ხო გაგებინე ამوار ამინდა ხო თაფლიანი პური ამინდა ბაბუ ეს რა არის ბაბუ ბაბუ შენი ჩოხა გახსოვს ცეკვაზე რომ დამყავდი მე რატო დაანებე ცეკვას თავი რა კარგად ცეკვავდი ბაბუ კარგი რა კარგად ისე რა ჩაულებრივად ცეკვავდი ბაბუ კარგია ბაბუ მოდი ახლა გაახარე ბაბუა და ერთი შენაბურად ჩამოვარე ჰა აუ კარგი ბაბუ რა უნდა ჩამოუვარო ეხლა აი ახლა ნუ ვიპრანჭები ხო კარგი პატარა ბავშვი ხო არა ვარ რა უნდა ჩამოუვარო ბაბუ მოისა არ მინდა გეხოცები რა ტაში ბაბუ გეხოცები არ მინდა ტატა ბიბი ბაბუ არ მინდა ტაში რა ბაბუ რა პატარა ბადი პატარა არ მინდა ბაბუ არ მინდა სად ვიდიხარ სა ფისები უნდა ვქნა ბაბუ ფისები დაწერე? კი, ძალიან მაგარია. აბანიკა, რა დაგაწერინა ბიძიამ წამიკითხე? ჩემი სოფელი ყველაზე ცუდი სოფელია საქართველოში. სოფელში არ არის მთები, მდინარეები, ტყე. ზაფხულში აქ უფრო ცხელა ვიდრე თბილისში. სიცხის გამო არ ამოდის ბალახი, ამიტომ ცხოველები იძულებული არიან ცხელი ქვა ლოკონ. ლაშა, რა არის ეს? რა დააწერე? მე რა შუაში ვარ ელი? მე არაფერ შუაში არ ვარ, მე გრამატიკულ შეცდომებს უსწორებდი, შედევრი ნიკასია. კარგი რა, ხუმრობის დროა ეხლა, მიდი დააწერინე წესიარად ბავშვს, მიდი. დროს. კარგი. ვიხუმრეთ ეხლა სერიოზულად დავწეროთ, ხო ნიკა? კარგი. ჩემი სოფელი ყველაზე კარგი სოფელია მთელ საქართველოში. ყველა მხრიდან მთები აკრავს. მთები სავსეა ტყით. ამ ტყეში ძალიან ბევრი ხილის ხე დგას. ამ ტყეში ხილის ხე დგას. ატმის მსხლის მანგო კოკოსი პაპაია და ვაშლი
ამ ტყეში ძალიან ბევრი ცხოველია. ცხოველი, გელი, გელი, კურდღელი, კურდღელი, პინგვინი, ბეგემოტი, ბეგემოტი, მარტორქა, ორნიკაპა. ორნიკაპა რა არის? რა ვიცი იქნება რამე. აგრეთვე ამ ტყეში შევხვდებით ბევრ ფრინველს. ბულბულს, ბულბულს, შაშვს, ბეღურას, ბოლოკანქარას, ბუს. და ფრინველთა მეფეს ყარყატს. ფრინველთა მეფეს ყარყატს. ამბავია კაცო. მოდი გუგა. გამარჯობა. აი, მოთხრობა დავამყავ და წაიკითხე. მაინტერესებს შენი აზრი. ეს დიდებულ სოსოზე? დიდუბელ. ხო, დიდუბელ სოსოზე. და ის რა ქვია? ეს მარტო წავიკითხოთ თუ საზეპიროებიც ვისწავლოთ? კარგი ვიხუმრე. იუმორისტულია, ხო? ხო, იუმორისტულად დავიწყე, მაგრამ მე რაღაც მაგარი ფრაზა მომაფიქრდა. ალბათ მომაკითხა იმან. იფიქრა დიდუბელმა სოსომ და ფინალი რაღაც ტრაგიკული გამომივიდა და რას ლაპარაკო? ანუ მოკვდა სოსო? არა, ისე ფრაზა კარგი მოგიფიქრებია. კი, და. რა ვიცი, ვიზიარებ, მაგრამ რა არის იცი, გუგა, მე მეჩქარება უნდა გავიდე. სახლშია ელენე, იმას თხოვე წაიკითხავ და თუ რამეა მეც დამირეკეთ რა. კარგი. ელენე, აი ჩემ მოთხრობა მომიტანე და წაიკითხე. ხო იცი, შენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. კარგი გუგა, დატოვე იქ და წავიკითხავ. ხო. ხელნაწერია, მაგრამ გაარჩევ. იკა, თამაშობ? არა, წერ. ეს სიტყვა არასწორად გიწერია. სწორია, ლაშომ დამაწერინა. ლაშა? მამა ჩვენ ერწამს. ხო, გავედი. დიახ, ისმენ? კი, სახლშია ერთი წუთი. შენი კლასელია რეზო. ხო, რეზო. კი, ქართულში ეგ გვაქვს. ბუნებაში იგივე. ვაშა. ხო, მან უნდა ახტე სიცოცხლე აიღო, თუმცა შემდეგ ტურში ვერ გახვარ. კი, მათემატიკაშიც იგივე. არის რა ამბავია. მე რაღაცები წავიდე. ეს ერთი დარჩა და გარი რა. დიახაც დღეიდან აღარ დავდროდები. არა, არავის დახმარება არ მჭირდება. არა, მე თვითონ მივხედავ ჩემ თავს. არავის დახმარება არ მჭირდება. არ მჭირდება არავის დახმარება. ხომ არ დაგეხმაროთ? არა. კარგი, არც ვერ მინდა დახმარება რა, არა პრობლემა. თუ შეიძლება მომეხმარეთ. აი, გამარჯობა. მე პაატა, გამარჯობა სასიამოვნოა. აჰა, თქვენ ახლა გადმოხვედით? თეკლა. დღეს გადმოვედი. თეკლა. ესე იგი, გადმოსულა თეკლა, აბა რა უნდა ექნა? ეს ის ექსპრომტა ჩემ და ლექსი რა. მე მიყვარს ლექსების შეთხზავ, ხზავ მე ლექსებს საერთოდ კი. ხო, აქავარ, აბა რა იყო, რა ხდება? უკაცრავთ, პროფესორი ხომ არ გინახავთ? და ვერ გიცანი? მე ავთო ვარ. ავთო. თურმე ყოფილა ავთო, აბა რა საქმე გაქვთო? ეს ის ექსპრომტა რა ლექსების შეთხზავ მიყვარს, ხო გიხარ, ხზავ მე საერთოდ ლექსი. თუ ნახეთ, გადაეცით ნაწილაკები აჩქარდნენ თქო. ხო, შენ კიდე ნაწილაკებს გადაეცი, პროფესორმა დაგიბარა, ცოტა შენელდი თუ ავთო. ნახვამდის ავთო. ხო, აი ესეთი კორპუსია რა, ესეთი. სულ პროფესორები და აკადემიკოსები ცხოვრობთ. ხო. ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გასვლა. კარგად ვწავ. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. ნახვამდის.
კარგად ნახვამდის. ეს გადმოვიდა. მეც გადმოვედი. ალბათ ეს არის ბედის წე. ამ ხელს მე ვიგებ კოტე ბაბუ. რა ანგარიშია? დღეს 2:1 და ისე 180-ით 4. ეს გუგა ეს რა ვნახე გუგა ეს რა ვნახე გუგა წაიკითხე ჩემი მოთხრობა რა მოთხრობა გუგა დედოფალი ვნახე სადარბაზოში რა მოთხრობა გას რა დედოფალი ნახე დედოფალი ორივე დედოფალი აქ დგას რა არის ხლა ეს ბაბუ ხა რა არის მეიუმორები თუ რა არის ხა არ გინდა ბაბუ ეს იუმორი რა ხომ მითხარი ცოლის მოყვანაზე იფიქრებო ხომ მითხარი ხო და ფიქრობ და მოდა რო ფიქრობ თუ მოგწონს ვინმე მოიყვანე ბარე არ უყვარს ბაბუ მაგ საქმეს აჩქარება შენს კარგად იცი ხო მე რომ არ აჩქარებულიყავი შენ ახლა მესამე კლასში იქნება ნუ რაღაც უყურე ფერ გავიგე ითამაშე რა შა რა ქენი მე რა ვქენი წააგე გუგა წააგე ვერ გავიგე თუ თამაში არ იცოდე რა ჯდებოდი რას თამაშობდი ეს არ ითვლება აი ხო გავაგრძელო არა უშავს არ ითვლება ნუ ითვლება დრო მოვა და ჩაითვლება ეს ისე რა ლექსი ჩემგან ექსპერიმენტად რა ისე კაი ბაბუ წავედი მე წავედი ხო მოიცა ისა ჟაკეტი ხო აიქ არის ჩანთაშია და აიღე მე წავედი ახლა მე დედოფალზე ინფორმაცია უნდა შევაგრო ბაბუ წავედი სუბებგა აწა გოგუგა როგორ ახლა შენი საქმე ის შენი მოთხრობა დიად სოსოზე არ უნდა წამაკითხო დიდუბელი სოსო დიდუბე ხო ეხლა ელენე კითხულობს ელენესთან თუმცა მკვე წაიკითხა სხვათა შორის წაიკითხა მე მიკვირს ამ გოგოს ამბაკაც რამდენი ხანია შენ მოთხრობებს კითხულობ და მაინც ასე ძალიან უყვარხარ უი აქ ხარ გოგა არ ვიცოდი როგორ ხარ ბაბუ არა რას თამაშობთ ჭადრაკი გოგა იგებს გოგა ო აგებს რას საყვარლად აგებ დაჯექი მიდი დაჯექი გავდივარ მე და გოგა შენ მოთხრობა მათხოვე ხო წაიგითხე უკვე არა ხო მაგრამ კიდე წავიკითხავ რა რაღაც თუმცა მასადე რა ვთამაშობ რას თამაშობ წააგე უკვე წაგებული ხარ წავედი გისმენ ახლა ოთახშია ოთახში კოტე ბაბუ თემური ბიძიამ დამირეკა რედაქციიდან მოთხრობა მოიტანე და დაგიბეჭდაო და რაღაც მინდა რომ ესე სიურპრიზი მოუწყო და სადაა მოთხრობა არ იცით ოჩახ ელენესთანაა ოღონდ მე არ გამთქვა ძალიან დიდი მადლობა წავედ მაშინ ხო Me gusta tocar guitarra, me gusta cantar el son. Ande viendo aquí la blanca, tan con mi canción. Me gusta tomar mis არა ელენე ვერ გავიგე რა შუაშია გვარი მაშინ ჩამომიწეროს გვარების სია და სხვას აღარ დაველაპარაკები რა ვიცი მოგაბეზრე თავი ხო არა კი მე არ გინდა მოგეხმარო არა მადლობ თეკლა ეს ოთახი დავშა და მომჩა თეკლა ამ ჩათას არ ამოვალაგე არა იყოს მეზარება ცოტა ხანში რა და მოგეხმარები და მე ამოვალაგებ მართლა მიდი ამოალაგე თეკლა მაცდეს არა არაფერი დიახ მამა გისმენ არა არ გეტყვი სად ვარ და ვერც ვერასდროს გაიგებ არა არ დავბრუნდები არ გეტყვი მეთქი სად ვარ არც ელენეს მოგიკითხავ კარგად ვისწავლე რა ისწავლე ბუნება თეკლა ჩააბარე რა თეკლა ჩაიბარე რა გეხვეწე 10-იანს თუ მივიღებ 10 ლარს მომცემ ესე იგი 4-იანზე 4 ლარს ნიკუშა მომისმინე 4-იანზე კი არა კარგად უნდა ისწავლო მე რომ გაიზრდები სამსახური გექნება შენ კარგად სწავლობდი ხო აბა და სად მუშაობ მომესი წიგნი
აბა ვინ გასწავლის ბუნებას? გვინდა ზურა ბაგრატაშვილი. რა კარგად დაიწყე ნიკა და რა ცუდად დაამთავრე. მიდი ჩამაბარე. ბუნებაში მართლა მაშინ მაგრამ არ მოეწონა ხო ეს ბიჭი? რა ვიცი რა, ვერ გავიგე ვერაფერი. ან რატო არ მოწოდ მშვენიერი ბიჭი? რა ვიცი. იცის? არაფერი არ იცის. როგორ არა ვიცი, ხომ მოგიყევი? როდის მომიყევი? შენ რომ მამაშენზე მეჭროებოდი, მაშინ უყვებოდი. მე შევალ იქით. მიდი ისწავლე დროზე. აბა რა შვები. ნიკა როგორ ხარ? აუ, გოგამ რომ მოთხრობა დატოვა, სად არის ხო არ იცი? მაგიდასდევს. სადა ხო არ დაგეგები? აუ, რო ხარი სათაური შეცვალე თქო შეცვალა. აუ, რა საყვარელია. გამარჯობა გენეც, გამარჯობა. მაშა. რა პატა, მიდი ერთი ლუდი მომიტანე რა. ხო, შენ თუ ხო ის. უკაცრავად. ერთი ლუდი თუ შეიძლება. პატა, დალევ შენ ამას. არ მინდა ლაშარას დავლო, დალევის დრო მაქვს იქ. კარგი. აბა რა ორაზე უნდა მელაპარაკო? რაზე და გრძნობებზე უნდა გელაპარაკო, ლაშა ჩემს გრძნობებზე. რა იყო, რა მოგივიდა, ვერ გავიგე. მომისმინე, ერთი წუთი შეგიძლია მომისმინე. ხო, რა არის? ლაშა თეკლა. თქვენთან რო გოგო გადმოვიდა თეკლა, თქვენთან საცხოვრებლად მაგაზე მინდა რომ გელაპარაკო. თეკლა. აბა რა გაინტერესებს? ნუ მე ახლა ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს. ძალიან ბევრი ჩამოყალიბებული კითხვა მაქვს. შედგენილი ჩემთვის, მაგრამ დავიწყებ ყველაზე მთავარი კითხვით. რამდენი წლისაა? ელენეზე 4 წლით არის უმცროსი. ელენეზე 4 წლით არის უმცროსი? ვა რა მაგარია. ელენე ვინ არის? შენი და? შენი და ელენე. რა რამდენი წლის არის ელენე რო? 2 წლით არის ჩემზე უფროსი. შენზე არის 2 წლით უფროსი? ვა რა მაგარია. მოიცა ლა შენ რამდენი წლის? მე უკვე აღარ შემიძლია რა, გადავიღალე. კარგი, გავიგე რომ ეს თეკლა მოგეწონა. ხო. მაგრამ ჩემგან რა გინდა პატა? რა მინდა ლაშა და შენგან მინდა რჩევა. მომეწონა გოგო, მაგრამ რა არის ახლა ვერ გადავწყვი და უთხრა, გავბედო, თუ არ გავბედო და არ უთხრა. აი, ხვდები ახლა სად ვარ? მე ვარ ახლა ლაშა გაბედოლობის ზღვარზე, ესე თამაში, ხვდები? ხო. რა ვიცი, პატა, რა უნდა გითხრა? მე 4-შერ გავბედე და 4-ვე გამომყვადა. აბარაკი. კარგი ლაშა, კარგი, შენ ახლა ხუმრობდა, მე სერიოზულად გეუბნები, როგორც კი დავინახე, მივხვდი რომ მინდა რომ თელი ცხოვრება მისი ერთგული ვიყო. გესმის ახლა რას ვაპარაკო? კაი. გამარჯობა. გამარჯობა. ეს ხო არ შეგიშლით? არა, რატო? არა, რაც ვცანებთ, არა. პატას მეგობრულ რჩევებს ვაძლევ და. კარგია. ისე თუ დაგჭირდათ, ჩვენს გვაქვს რამოდენიმე რჩევა. არა. დიდი მადლობა მეგობრებო. ლაშა ხვდები ახლა ჩვენ რა სიტუაციაში ვართ საერთოდ? რა და ლაშა მე ვარ ახლა ავთანდილი. შენ ხარ ტარეი. აი ეს არის თქვენ ფრიდონი. აი ეს არის ფრიდონი. თქვენ შენ? მე ავთ. აი, გამოვიდა. როგორც ყოველთვის ეხაც მართალი აღმოჩნდით პროფესორ. მე კი არა ნობელი. ნობელიც. უკაცრავად. ექსპერიმენტს კიდევ გააგრძელებთ თუ ავალაგო? არა, ჩვენ მოვჩით უკვე. დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი აირღუმელი დაგვითმეთ. ანგარიში თუ შეიძლება. 10 ლარი იქნება თქვენზე. აი. ჩვენ გავდივართ უკვე და შეამჩნევდით ალბათ, ხო? ხო, კი. რაღაც რჩევა რო გინდოდათ? არა. აი. დიახ ბატონო პროფესორ. კარგად. იცი რა მაგარი ფიზიკოსია? ხო. კი. ლაშა. რა არიცი? თეკლა რომ დავინახე პირველად, ხო? რაღაცნაირად აი როგორ მდგომარეობაში ჩავარდი, იცი ლაშა, აი ესე ვიდექი და მომნუსხა.
მოგნუსხა? ხო, აი მომნუსხა, ხვდები? თავიდან ესე კი ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ესე ვიდექი ჩემთვის გაშტერებოდა, პატარაკჭის, რაკჭის პარტა ჩემთვის ველაპარაკებდა და მე მივხვდი რომ თურმე ნუსხი ყოფილა, გაიგე? აჰა, კი, მართალი ხარ. თეკლა ძირითადად ბიჭებს ნუსხავს. ხო, რაღაცნაირი გოგო ალაშაი, როგორ იცი? უბრალო კი არა, პატა momისმინე. თეკლას მამა ცოტა უცნაური კაცია. ერისთავია რა. ერისთავია? თუ სიძე თავადური წარმომავლობის არ არის? არ გაათხოვებს. და თავადი რა, რას იძახი ხე შე რომ ფერაძე არ არის თავადური გვარი? ფერაძეები იყვნენ თავადები კაცო. თავადები არა, ჰერცოგები. არ მინდა ეხალაშა რა ეს უმორი, გეუბნები ეხლა. დასავლეთში იყვნენ დადიანები, აღმოსავლეთში იყვნენ ანდრონიკაშვილები, შუაში იყვნენ ფერაძეები, გეუბნები რა შე. ხო. მაშინ აგინე სანერვიულო არქონიაში. არქონე მოდი საღამოს ჩვენთან, გაბედე, მოდი ჩვენთან საღამო და დაელაპარაკეთ თეკლას. გადავაბიჯო ზღვარს? ზღვარსაც გადავაბიჯე. კარგი. ლაშა ძმაო, ეგ საქმე თუ გამოვიდა, 200 თუ მან ნახთ ფულს ხელზე მოგართმე. როგორი თავადი იყო? გამაგიჟებს ეს ბავშვი რეები უწერია. აი მომაკითხა ვითომ იმან. გაიფიქრა დიდუბელმა სოსი. ეკამას მეძახდით? ნიკა, რა ხმაური იყო გარეთ, რა გატეხეთ? არაფერი, მას მანდატურები ჩხუბობდნენ და ბავშვები ვაშველებდნენ. უკვე შერიგდნენ და ერთად სვამენ. ნიკა. დიახ, ეს მართლა შენი დაწერილია? ვა, მოგეწონათ? დიახ, ჩემი დაწერილია. დაჯექე. ნიკა, მე ამ სიცოცხლეში ნიშანს ვერ დაგიწერ. რატო მას მაგარია? არ და რამდენი ვიწვალე, მთელი დღე ვწერდი. დავალება გქონდათ, როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები. ვინ არის ეს დიდუბელი სოსი? ჩემი ფსევდონიმია მას. უზდელი კი არა და უზრდელია სწორი. სად მას? აი, ნუ მე უზდელები მალხაზ. ამოიმგმინა სოსო. ამოიმგმინა არა, ამოიგმინა. აუე გამოიმგმინა სულ შლება რა. ამოიმგმინა არა, ამოიგმინა. რეები გიწერია. ჩვენი ძმობის ქვაკუთხედი, მე და შენი ურთიერთობის სისფეტაკეს გაფიცებ. წუთი სოფელი ცხომ მოტეხილი სარკესავითა. საიდან ეს რაღაცაები? ცხოვრება მაგრამ. ანუ შენი დაწერილია, ხო? სინათლე ჩააქრე. უჩურჩულა კესომ სოსოს. ხო, რა მოხდა? დენის ეკონომია. მერე. კესო მოდი ჩემთან. თავს გადაყვანს, და ამის შემდეგ რა წერია, ისე შენი დაწერილია? მან ბიძია დამეხმარა. ნიკა, გეუბნები, აი სისულელეში ნიშანს ვერ დაგიწერ. არ გაიძრეთ მას? კოღორო მოვკალი მას. კარგი, ერთიანს დაგიწერ. კიდე 9 მოვკლა. ხომ შობელს მოიყვან. ამას არ ვასკლავდი. ქაღალდი პირველად ჩინეთში. მიდი შენი მეცადინო დროზე. ქაღალდი პირველად ჩინეთში. არა დედა, არა, არ დავბრუნდები მეთქი. არა წარმოგიდგენდი. უჩვენოთ როგორ იცხოვრებო, მარტო რა გეშველებაო. აი მარტო ცხოვრობს და მშვენიერ ხასიათზეა. არა უშო, შენ არ ინერვიულო, მე მაინც მგონია რომ გამოჩნდება ვინმე ისეთი თავადური გვარის, ვინც შენ მოგეწონება, შენც მოგეწონება და მამაშენსაც. არა, არაფერი არ მინდა მაგათ. საერთოდ არაფერი არ მინდა, დავუბრუნებ ყველაფერს უკან. არც ეს ბარათები მინდა, არც ეს მინდა, არც ეს მინდა, არც ეს მინდა, არც ეს მინდა, არც მანქანა ხო მინდა რომ ყველაფერი უკან მივიტანო.
მობილური თუ არ გინდა მე ავიღე. მოდი შენი მეცადინე დროზე. კაი, ყოტე შვილი იქნება. ისა რა? აქამშვიდობა. ადლობა. მობრძანდით კი არა, მობრძანდით თავადიშვილო. ჩაიზე გეწვიეთ მეზობლებო, ჩაიზე. სტუმარიც ყოლიათ. მოგესალმებით. ერენ ახლა ისეთი სიტუაცია, ისეთი სტუმრები ყავს, რომ გამოიღე საყინულიდან ქათამი და დავკლავ. დღეს უკვე მეორედ ხვდებით ერთმანეთს. თავადი სასულო. და რა ფარი ბრძანდებით? მე? ფერაძე, პაატა ფერაძე. გაცე? აჰა. ეს მართალი ხანჯალია? ეს არის საგვარეულო ხანჯალი. ჩემი წინაპრები ამ ხანჯლით იგერიებდნენ ხოლმე მტირს. აი ესე ამოიღებდნენ ხოლმე. აი ესე და მოკლედ მოდი ჩემთან. აი ესე მივიდოდნენ ხოლმე და თავში ურტყავდნენ ხოლმე მტირს ამ ხანჯალს, ხო? ისი რამწარია ბავშვი? მიდი ხელები დაიბანე დროზე. მიდი. უკაცრავად, ფერაძეები თუ თავადები იყვნენ, არ ვიცოდი. როგორ კაცო? როგორ არ იცოდი? თქვენ რა არ გაგიგიათ თავადი ბესო ფერაძე არ გაგიგიათ? ბესო ფერაძე თავად არ გაგიგონია? როგორი მამულების პატრონი, მამულები. აბა რა მამულები ქონდა თავად ბესო ფერაძეს? ზესტაფონში ქონდა მაგას მამულები ხო და მე კომუნისტები რომ მოვიდნენ წაართვეს ეს მამულები. გაიგე, მაგრამ ხალხი მაინც იმ ადგილს საპატივცემულოდ ფერაძეების საპატივცემულოდ ფეროს ეძახის, გაიგე? ფეროს. ხო. აი ფერაძე, ხო ხვდებით რა? ხო. ეს ხანჯალი გაციეთ რა თუ შეიძლება. ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის ამაში საერთოდ. და რა მაინტერესებს? მე რა მამა ჩემს აინტერესებს. საგვარეულო ძვირფასეულობა თუ გაქვთ შემორჩენილი? საგვარეულო ძვირფასეულობა? თვითონ საგვარეულო ძვირფასეულობა? დიახ. ხო მართლა ეს შენი ძმაკაცი შემხვდა დღეს. რომელი კაცო? ჩოლოყა. დამირეკოსო ჩოლოყა. ესე ჩოლოყას ვიძახით, ჩემი ძმაკაცი ერთი და დაურეკავ, ხო შეიძლება? კი ბატონო. უკაცრავად მაპატიეთ ერთი მომეს მოვძებნი, ხო? აჰა, აბაშიძე, ანდრონიკაშვილი, ანჯაფარიძე, ამილახვარი, აჰა. ალბერ მეორე. კი ბატონო. თქვენ შემდეგ თავადი სასულა. მოგზანდით, დაბზანდით. დაჯიკ. ესა დადიანების პლანტაციიდან. ჩაი. მე გავაღებ. მოგზანდით, ბაბუო, მოგზანდით. ბოდიში შეგაწუხეთ. ბაბუ, წამოდი სახლში, ყიყლიყოები მოგიბზადეთ. ჩემი ჟაკეტი. ერთი წუთით? ბაბუ რა ებს მელაპარაკები რა ყიყლიყოები ბაბუ ებს მელაპარაკები რა ყიყლიყო ბაბუ ნუ გამაგიჟ ვიცი რა უნდა ვერ გავი წამოდი სახლში შეჭამე საჭმელი და დაიწირე ყიყლიყოები გამომივიდა დავადიშვილი აბა ეს კლოუნის ჟაკეტი ვინ ჩადო ჩემ ჩანთაში რა კლოუნის ჟაკეტი? კლოუნის ჟაკეტი კი არა, ეს არის ფერაძეების საგვარეულო გერბი. რა კლოუნის ჟაკეტი? თუ შეიძლება მომეცით ერთი წუთი ეს. რა არის ლაშა რა ხდება? რა არის? ხო, გასაგებია, ხო. დიდი მადლობა ლაშა, დიდი მადლობა, ხო. გასაგებია ხალხო. წამოდი ბაბუა, ყიყლიყო წამოთ.
ჩემი ჟაკეტი. თქვენი ჟაკეტი. ომზან ხო, თქვენი ჟაკეტი. არა, ისე ლამაზი გერბია ესე. რა ჩაუცვია რა? საწყალი მარო ბაბო. რა ხალხი ცხოვრობს და რა ხდება სახში? არა, კაცი ჟურნალ არის ისე ხო? უცხო კლასში ესე. აცადე ნუ სამუშაო. კაი ამბავი მაქვს შენთვის. აი ხლა რედაქციიდან დაგირეკავენ. რა იცი შენ? ვიცი? ალო? დიახ? დიახ ბატონო დემურ დიახ. რა თქმა უნდა. რატო დაგცინით? რა ორნიკაპა? როგორ არ ვიცი? არწივი. ბატონო დემურ. ალო. დიდუბელი სოსო, ბატონო დემურ. დიდუბელი სოსო. დიდუბელი სოსო. კარგი რა გუგარა, დიდუბელი სოსო. ერთიანი მივიღე მაგ დიდუბელ სოსოში. ხარ მშობელი მოიყვანეო. ახლა მომაგები. რა ორნიკაპა?